მოგესალმებით დათმობების პირდაპირ ეთერში ეს ბათუმია. საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან იცო მოქალაქეები ბათუმში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც უკვე 266 დღეა იმართება საპროტესტო აქციები. მათ შორის დღესაც ქუჩაში დგანან მოქალაქეები უწყვეტად და ძალიან მკაფიოდ ჩანს მოქალაქეების სიმტკიცე და ურყევინება შეიძლება ითქვას. მოქალაქეები ისევ მკაფიოდ აჟღერებენ თავის სათქმელს, რომ ისინი ვერ გაჩერდებიან სახლში და ვერ შეწყვეტენ ამ ბრძოლას, მაშინ როცა სინდისის პატიმრები ყავს ამ ქვეყანაზე. თქვენ იცით, რომ 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში, მათ შორის ზია ამაღლობელი, რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დღეს 11 პოლიტიკური პატიმრის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლო და გრძელდება ამ საქმეების განხილვა. ნაწილს უკვე მიუსაჯეს სასამართლომ 4 ნახევარი წელი თავისუფლების საკვეთა, ხოლო ნაწილს 2 მათგანს, რომელსაც ნარკოდანაშაულის ჩადენას ედებოდა პროკურატურა და ირწმუნებოდა, რომ ეს ადამიანები ნამდვილად ატარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას და გამართლებელი განაჩენი. ხოლო მზია ამაღლობელი შემთხვევაში მას მიუსაჯეს 2 წელი თავისუფლების საკვეთა. ეს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, როგორც ამას აფასებენ უფლებადამცველები და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე ევროკავშირის საელჩოს განცხადებაც გავრცელდა ამასთან დაკავშირებით და ეს ორგანიზაციები უფლებადამცველები ითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მზია ამაღლობელი რჩება პატიმრობაში, მას 2 წელი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მოქალაქეების პროტესტი გრძელდება, რადგანაც ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიო ნაბიჯებს ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლებისგან, როგორ სცილდება საქართველო ევროპას და როგორ იკეტება გზა ევროპისკენ და როგორ ახლოვდება საქართველო რუსეთთან, რადგანაც ძალიან მარტივია რა შეიძლება ელოდეს საქართველოს მარტო დარჩენილს, იზოლირებულს მეგობრების და პარტნიორების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ. დღეს კიდევ ერთი გაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატმა გაავრცელა დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის ერთ-ერთ საკითხად იმას, რომ საქართველოს გაძევებას ევროსაბჭოდან. ეს ნიშნავს ავტომატურად უკვე იმას, რომ თუ კი გააძევებენ საქართველოს და ამ დროს გაძევებულია მხოლოდ რუსეთი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო თითქოს ვეღარ იცარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს საქმეები უკვე აღარც კი შევა სტრასბურგის ძალიან ცნობილ სასამართლოში, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოა, ევროპული სასამართლოა, რომელიც სარგებლობს ყველაზე მაღალი ავტორიტეტით და მას ენდობიან მოქალაქეები და ძალიან ბევრისთვის არის ერთგვარი ხსნა და სამართლის მიღწევის ერთადერთი საშუალება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორც ჩვენ ვართ, საქართველოა, სწორედ სტრასბურგის სასამართლოს და სწორედ ეს მექანიზმით შეიძლება გამოიცალოს საქართველოს მოქალაქეებს. მოდი ლადო აფხაზაოს ხედავ მასწავლებელს, მინდა რომ მას გავესაუბრო ამ საკითხზე დღევანდელ სიახლეზე. მოგესალმებით ბატონ ლადო, მინდა რომ გაგესაუბრო დათმობების პირდაპირ ეთერში. დღეს გახდა ცნობილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის საქართველოს გაძევებას, თუ კი გაანაგრძობს საქართველო ამ კურსით სვლას, რაც დღეს გვაქვს ახლა ქვეყანაში, ან რუსეთისკენ სვლას და დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში. თუ ეს ასე მოხდება და გააძევებენ ევროსაბჭოდან, მათ შორის ჩვენ სტრასბურგის სასამართლოს ვეღარ ვისარგებლებთ, ვეღარ მიმართავთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. რას ნიშნავს ეს საქართველოს? თქვენ რას ეტყობთ ჩვენს მაყურებელს? მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ დროებით შეიძლება გაგვაძევონ, იმიტომ რომ ესე გაგვაძევონ და აღარ დაგვაბრუნონ და თავიდან დავიწყოთ, ასე არა. ალბათ დროებით გაძევება. საბერძნეთის შემთხვევაში იყო ასე, როგორც ვიცი, რომ გააძევეს დროებით და შემდეგ დააბრუნეს უკან. რუსეთი გაძევებულია ამ დრომდეც, აღარ დაუბრუნებიათ უკან მაგალითად. რუსებს ვერ დააბრუნებენ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა დაუბრუნდებით, იმიტომ რომ ესა ერთგვარი გაფრთხილება ევროსაბჭოს, იმიტომ რომ ყველანაირად ცდილობენ, რომ ევროპას დაგვაშორონ საქართველოს.
მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. ახლა ის ადამიანები როგორ გვაჯობებენ, რომლებიც ფერიცვალება გონიათ, რომ ჩვენმა წინაპრებმა დააფუძნეს და ბახმაროში განცხადება გააკეთეს. პრეზიდენტ ყაველაშვილს გულისხმობთ, ხო, რომელიც თქვა რომ დაწესდაო ეს 19 აგვისტო. რომ დააწესა ჩვენს წინაპრებს, მადლობა გადაუხადა ფერიცვალება. ხო და აქედან გამომდინარე ევროინტეგრაციაც მოხდება საქართველოში. ყველა კარგად ვიცხოვრეთ. ვაშანტაჟებს ჩვენ ახლა ევროპა და ევროპული ინსტიტუციები ირაკლი კობახიძე ამბობსო. იქეთ აშანტაჟები. ამას ხედავს ჩვენ ქართველი ხალხი, ხო? როდესაც ევროკავშირი გეუბნებათ, ჯერ აი, ნახეთ, შეგვაქვს განაცხადი, რომ გთხოვთ, მოგცეთ ევროინტეგრაციის რაღაც სხვადასხვა საფეხურებზე რომ გადავიდეთ და ამის შემდეგ უკვე იღებ რუსულ კანონს, სადაც ყველა ქვეყანა მოგიწოდებს, რომ არ მიიღო ეს გამჭვირვალობის კანონი. ძალიან ადვილად გასაправებელი კანონია, რომელსაც გაიძახიან, რომ არ არის რუსული, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და გამჭვირვალობას უწევთ. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობა, მოსახლეობას კი არ გვაინტერესებს. აი ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა 200 და 300 1000 ლარი კი არ მოიპარეს ბიუჯეტიდან. 300 და 400 და 500 მილიონები აქვს წაღებული და კიდევ აქეთ სამოქალაქო საზოგადოებას ეუბნებიან თქვენი გამჭვირვალობა უნდა. გამჭვირვალობა გვინდა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენ ვინც ავირჩიეთ და როგორ განკარგავს ბიუჯეტს, ამის გამჭვირვალობა უფრო გვინდა, ვიდრე ვთქვათ უცხოეთიდან ჩამოსული. ამათ ჯერ ეგისაც გამჭვირვალეა, ხო რა დაფინანსებაც იღებენ სამოქალაქო ორგანიზაციები ან მედია ორგანიზაციები, რა გრანტები არა პროექტები, ისიც არის ხელმისაწვდომია. კი, 500 ლარიანი პროექტი მქონდა სკოლაში განხორციელებული და რაში რა დაიხარჯა? ან ევროპელი დონორებისგან, ხო? ევროპელი დონორებიდან. ბევრი არაფერი 500 ლარი იყო, მაგრამ იმას სპეციალურად ყველაფერი უნდა ზედნადები და ჩამოწერილი ქონდა ალბათ ყველაფერი რაში დახარჯეთ ეს თანხა. შემდეგ ანალიზი, რეფლექსია, ყველაფერი გაკეთებულია და ჩვენ გვაინტერესებს ხელისუფლების გამჭვირვალობა. აი საიდან იშონა ამ გაჭირვებულმა ხალხმა, რომელიც მივიდნენ და არაფერი არ ებადათ და ეხლა საიდან იყიდენ ეს თუნდაც საათები, ეს პორტფელები, ეს სასახლეები, ეს უცხოეთში ბინები, საიდან იყიდენ? ეს გვაინტერესებს და რომელ რუსულ კანონზე გველაპარაკებიან? რუსულ კანონს იმიტომ ეძახით ამას, რომ რაც რუსეთში მოხდა და რაც გამოიწვია რუსეთში, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყველა საქართველოს წამოვიდა, სხვადასხვა ქვეყნებში დაიფანტა, ვინც რეალურ საქმეს აკეთებდნენ რუსეთში, იმად დაესხენ თავს. და ახლა შეიძლება ჩვენ რუსეთის მსგავსად გაგვაძევონ ევროსაბჭოდან, როგორც დიქტატორის მქონე ქვეყანა. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამას მიზანმიმართულად აკეთებს ხელისუფლება. ეს უნდა ამ ხელისუფლებას, იმიტომ რა შეიძლება ჩვენ მოწყვეტილი ვიყოთ ყოველგვარ ევროპულ ინსტიტუციებს, ხო? იგივე ევროპულ სასამართლოს, რომ შეიძლება შენი სიმართლე იპოვო. კი, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე 4 ვადით ხელისუფლებები არ არიან, ხო? აქედან გამომდინარე, ამგენს უნდა ჯერე ბიძინა იყოს, მერე ბიძინაშვილები იყოს, მერე ბიძინაშვილი გაიზრდება და ახლა უყუროთ თურმე ერჯელ მოვდივართ ცხოვრებაში და აი ბიძინა რო ის იშონის მილიონებს რამდენი წელსაც წავიდა და წამოვიდა უყუროთ. ჩვენ ყველა ერჯელ მოვდივართ ცხოვრებაში და ჩვენ გვინდა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი, როგორც ევროკავშირის ქვეყნებშია. იმასაც გაიძახიან ომის პარტია, რა ომის პარტია, კაცო, იმდენი წელია ევროკავშირი არსებობს, 70 წელია ომი არ ყოფილა, რაც და ამას რუსეთს მუდმივად ომი აქვს, ხანსად და ხანსად, ხან ჩეჩნეთში, ხან საქართველოში, ხან უკრაინაში. რომ არიან და რუსეთს რო უჭერენ მხარს და შევიდეთ, არ გვინდა კაცო, ისე რა ქვია, ამერიკა და არ გვინდა ევროკავშირი, რუსეთი ჩვენი მოძმე. ერთი რუსეთის მისი მოძმე ქვეყანა რო მის შვილებს და შვილიშვილებს გამოიძახებს ომში წასასვლელად, მე სხვა ქვეყნებში ხო უნდა ქონდეთ კიდე. ახლა მედვედევმა დაიმუქრა, რომ ბერლინამდე ჩავალთ. ანუ ისინი აგრძელებენ ომის მისი შვილიშვილებს და შვილებს გაუშვებენ ამ ომში. რომ ეპატიჟებიან მობძანდით და ძალიან კარგია და არ გვინდა ეს ევროკავშირი მის შვილიშვილებს გაუშვებენ. ევროპაში ახლა ყავენ გაშვებული ყველას მისი შვილები, შვილიშვილები, სწავლობენ.
მათ მეუღლეებს საქართველოში არ ამშობიარებდნენ. მიყავდათ ბერლინში, მიყავდათ პოლონეთში და ევროპის ქვეყნებში ამშობიარებდნენ ფეხძიმე ქალებს. და ეხლა ჩვენ გვიმტკიცებენ ევროპა. რომ ქონდეს ეკონომიკური კეთილდღეობა. მაგრამ მოწმობის არალეგიტიმური მთავრობა ხო იმაში არ იწუნებს მოქალაქეებს, ნუ ცდილობს ყოველ შემთხვევაში, რომ აი ჩვენ რაც ხელისუფლებაში ვართ, ომი არ ყოფილა, რუსეთს ომი არ უწარმოებია საქართველოსთან, ჩვენ თუ ვიქნებით ხელისუფლება არა ჩვენთან საქართველოსთანო, ჩვენ თუ ვიქნებით ესე იგი კარგ დამოკიდებულებაში რუსეთთან და კრემლთან, ჩვენ არ გვექნება ომი, ანუ ჩვენ ვართ მშვიდობის და სტაბილურობის გარანტიო. რას უპირისპირებთ? ვერაფრის გარანტია არ არიან, აგერი ფერიცვალობა როდის დაარსდა, იგი არ იციან და მაგენმა რა იციან ომი როდის იწყება და როდის ფთავდება და რამდენხანს დასტანს მშვიდობიანი. მოკლედ ყველაფერი კარგად იქნება, ვინც ეხლა გვისმენს, რაც არ უნდა გულულად რო ვთქვა, იფაფხურონ, არაფერი არ გამოუვათ, იმიტომ ეს ქვეყანა არის ჩვენია ეს ქვეყანა. აი აქ არის ესე გამოფენილი ეს ქვეყანა არის ჩვენი და ჩვენ ქართველი ხალხი როგორც გადავწყვეტს ისე ჩვენ ხელისუფლებები არ გჭირდება იმისათვის რომ რაღაცეები გადაგვიწყვიტოს. ჩვენ ხელისუფლებები გჭირდება რომ ბიუჯეტი რაღაცა ეკონომიკური მდგომარეობა დაასტაბილურონ, აამაღლონ, თორემ ჩვენ არ გჭირდება ხელისუფლებები ჩვენი ცხოვრება გადაგვიწყვიტოს. ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, იმიტომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და არ შევეგუებთ ახლა ვიღაცა ერთი კაცის ხუშტურებზე. ჩვენ ადამიანები ვთქვით აქ ამ ქვეყანაში რომ ყველა ინსტიტუცია მოსყიდული აქვს, ყველა ინსტიტუციაში მათი ხალხი ყავს და ეს ასე არ ხდება. სახელმწიფო ასე მიტაცებული სახელმწიფო წინ ვერ მიდის, წინ მიდის მხოლოდ ის ოლიგარქი, რომელიც სათავეში არის და ყველას ყიდულობს და ამ ბატონ ბიძინასაც რაში ჭირდება ეს ხალხი, რომელიც ფულით იყიდებს. მარტო ფული აინტერესებს და არ აინტერესებს. აი აბა შეუწყვიტონ რაიმე პატარა დაფინანსება, თუნდაც 2 თვით. ბატონ ბიძინას გაუმარჯოს არავინ არ იტყვის. ამიტომ ამ ბატონ ბიძინა იცოდეს რომ ფულის მონები ყავს ირგვლივ და არ არის. აი ერთი მაგრამ ის შეიძლება ამ ფორმით ინარჩუნებს თავის ძალაუფლებას, მის ხელში ეს ძალაუფლება. ცოტა ხანში ვეღარ შეინარჩუნებს და იმიტომაც არის ახლა ქართული ოცნების წარმომადგენლები ბატონ ბიძინაზე იძახიან რომ გამოპრუტუნდა და გამოშტერდა და ასე შემდეგ. უკვე ასე იძახიან უკვე თქვენს ირგვლივ ბიძინაზე. მეც ვიცი და უკვე ტელევიზიიდანაც გაჟღერდა ეს ყველაფერი და არ თქვენს ირგვლივ თუ ამბობენ თქვენ ამას ადამიანები. მე მყავს ხადამჭერები ქართული ოცნებიდან, მაგრამ უკვე ისე დაიწყენ ლაპარაკი, რომ აი ბატონი ბიძინას გვერდზე გადაწევა უნდა და აი ყოყახიძის აღმერთება და რაღაც შიდა დაპირისპირებებია და რა ვიცი, ეხლა ყველას მოუნდა ამ ქვეყნის ჯიბე იყოს მისი, რომ ფული გააკეთოს, იმიტომ იშონენ კაცო ბევრი ძალიან ბევრი ფული იშონენ, მილიონები იშონენ, რამდენიმე 300 და 400 მილიონი იშოვეს და ჩვენ 300-400 ლარს თუ ღებულობს გაჭირვებული ადამიანი მთელი დღე ქუჩაშია გამოსული და ეს ხალხი რომელიც თუნდაც 300 ლარი აქვს სოციალური დახმარება და კიდევ ბატონ ბიძინას უჭერენ ხარს და მის დამქაშებს დაფიქრდნენ და ეცადონ რომ ცხოვრება შეცვალონ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ცვლილებები. დიდი მადლობა. ეს იყო ლადო აფხაზავა, მასწავლებელი და თქვენ მას უსმენთ ბათუმის საპროტესტო აქციიდან. ეს პროევროპული საპროტესტო აქცია ბათუმში 266 საღამო და მოქალაქეები ისე ვიკრიბებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ისე ვითხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ითხოვენ არლეგიტიმური მთავრობის გადადგომას და ასე ვითხოვენ ისე უცვლელია ეს მოთხოვნა ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. ამ მოთხოვნებით ეს საპროტესტო აქციები გრძელდება როგორც ბათუმში, ასევე თბილისში და არაფერს დიდ ქალაქებში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დღეს ისმის პროტესტის ხმა და მოქალაქეების ხმა, რომ ისინი არ აპირებენ ამ ბრძოლის შეჩერებას და არ დაუშვებენ იმას, რომ საქართველოში დამყარდეს დიქტატურა და საქართველო გადავიდეს რუსეთის ორბიტაზე, რასაც ახლა აქტიურად ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ ერთი წუთით შეიძლება. აი დღევანდელ გადაწყვეტილებაზე რომ შეიძლება გააძევონ საქართველოს ევროსაბჭოდან, რაც მოუტანს ეს საქართველოს ეგროვით ხარ. რომ ვეღარ მიმართავთ სტრასბურგის სასამართლოს. თქვენი მითხარით.
არ ვიცი ახლა არ ანუ სტრასბურგის სასამართლო შევა ვეღარ მიმართოთ. ჩავძეულ ვარ მაგაზე ახლა. ანუ გეუბნებით რომ მოცემულობა არის ეს რომ შეიძლება ვეღარ მიმართოთ სტრასბურგის სასამართლოს. როგორ ვერ მიმართა სტრასბურგის სასამართლო მაგაზე დამოკიდებული არ არის. ანუ თუ ხარ სასამართლოში. ხო და თუ წევრი ვეღარ ვიქნებით, საუბარი ამაზე რომ შეიძლება წევრი აღარ ვიყოთ ევროსაბჭოს და გაგვაძევონ ევროსაბჭოდან, ვეღარ მიმართოთ სტრასბურგის სასამართლოს. არ ვიცი, ვერ გეტყვით ახლა, რაც არ ვიცი, რაზე როგორ გელაპარაკე, ჩემო გამ. ეს ბათუმის საპროტესტო აქცია 266 საღამო. მე ვიცი გავსაუბრო აქციის სხვა მონაწილეებს და გავიგო მათი განწყობების შესახებ. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ. მოკლედ რა გითხრათ, აი კარგით. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ. ევროსაბჭოდან რომ შეიძლება გააძევონ საქართველოს და ჩვენ აღარ გქონდეს საშუალება რომ მიმართოთ სტრასბურგის სასამართლოს. ეს როგორ შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ცხოვრებას ანალიზებს. ამასაც უნდა გითხრა რომ ეს სული რა არის. ეს უარ კაპიტალი მოქმედებს აბსოლუტურად ყველაფერს. ანუ ინდა სამართალია თორ არის, მაგრამ მაშინ ხომ არ გიქნება საშუალება რომ მიმსაც ეკნება საქმე და ამტკიცოს ეს სიმართლე. ნუ იმას კითხავს არის ძალიან სული რა არის. ან მაშინ როცა რეალურად ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემაა და დიდი კითხვისნიშნები არსებობს დამოუკიდებელი და სანდო სასამართლოს კუთხით, ამ დროს მოქალაქეების ერთადერთი იმედი ალბათ არის სტრასბურგის სასამართლო, ხო რომ იქ მაინც მიმართავ და შეიძლება ეს იმედიც კი დაიკარგოს საბოლოოდ. დაკარგულია მაშინ თუ მოხდება ასე ამიშრობა დაკარგავარ და დაკარგულია, ხო? პრინციპში ვერ მიმართავ და გეცოდინება, რომ რაფერს გავეთ. სხვა რა კომენტარი შეიძლება. რატომ მივიდა ევროსაბჭო ამ გადაწყვეტილებამდე, როგორ ვთქვით, საპარლამენტო ასამბლეა? გვაშანტაჟებენ ჩვენ დღეს ირაკლი კობახიძე ამას ამბობდა, ეს არის შანტაჟიო ევროპული სტრუქტურების მხრიდან. მაგრამ ქვეყანაში არსებული სიტუაცია ისეთია, რომ ზუსტად ამ სიტუაციამ განაპირობა ის, რასაც ევროსაბჭო აკეთებს. სხვა რა. ანუ იგი პოლიტიკური პარტნიორები უფლებების მდგომარეობა ყველაფერს გულებს რომ ამაში პოლიტიკური პარტნიორების სამართალი კანონი რა ვიცი არაფერი არის ქვეყანაში ნორმალურად არ მოქმედებს და უნებრივია მაგრამ თქვენი აზრით გამოლოდინი აქვს ახლა ევროსაბჭოს თუ კი ის გააძევებს საქართველოს ევროსაბჭოდან რა შედეგს მიაღწევს ამით ჩვენ უნდა გქონდეს თორე იმას გამოლოდინი უნდა გქონდეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე რა იქნება ეს მოხდება და რა ჩვენ გაგვაჭა ევროსაბჭოს ამით ანუ მოაკვდება თუ რა იქნება ჩვენ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ არ ვიცი ვერაფერს ვერ გეტყვით არსებულ სიტუაციაში მე ვერაფერს ვერ ვიტყვი მე არ ვარ ექსპერტი რომ რა ვიანგარიშო მაგრამ ცუდი არა მე ცუდი არა შეუძლებელი არა მე თქვა ისეთი რომელიც ამას მოგწევს ამ საქმეს მაგრამ გონი მნიშვნელოვანია პოლიტიკური ცვლილებები ქვეყანაში ხო თუ არ შეიძლება პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში ვერც ბუნებრივია ამ კუთხით ვერ შეიძლება ვერაფერი რაც ყველაფერი შეცვლის იქნება ხელისუფლების პენსიაში გაშვება სხვა არაფერი აბსოლუტურად ვერაფერს ვერ შეცვლის გაქვთ დღეს კიდევ ამის იმედი რომ ეს შესაძლებელია როგორ 266 დღეა იმართება საპროტესტო აქცია. ეს შესაძლებელია და უნდა გაკეთდეს. რაც მთავარია, მე ასე მგონია რომ უნდა გაკეთდეს. თუ რომ გვინდა რომ როგორ გითხრათ, აბა ევროპაში მივდივართ სამკურნალო სამუშაოდ იქ მივდივართ, რაღაცა იმიდან რეგულობ, რაც გზები აშენდა, ყველა მათი ფულით აშენდა და თუ არ მოგვარდა ეს საქმე ძალიან ცუდად იქნება. როგორ არის ეს შესაძლებელი რა გზით თქვენ როგორ ხედავთ არის იმ გზით ერთადერთი გზა ჩემი საზრით რომ ხელისუფლება წავიდეს პენსიაში სხვა მხრივ მე არავით არ მოგუძინია ყოველ შემთხვევაში ჩემი პირადი აზრი არის მადლობა თქვენი სახელი გვარი შემხსენეთ რომეო ჩხავი მადლობა ბატონ რომეო ასეთია კიდევ ერთი მოქალაქის განწყობა და მოსაზრება ბათუმის საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები ისევ დგანან როგორც ხედავთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და იმართება საპროტესტო აქცია ისე უცვლელი მოთხოვნებით რომ ჩატარდეს არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ასევე გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და პირველ რიგში გათავისუფლდნენ სინდისის პარტნიორები პოლიტიკური პარტნიორები რომლებიც რჩებიან პარტნიორობაში მათ შორის არის
ქალი პოლიტიკური პატიმრები უკვე, ეს არის ნინო დათაშვილი მასწავლებელი, ასევე მზია ამაღლებელი ჟურნალისტი, რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში, პირველი პოლიტიკური პატიმარი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჟურნალისტი, რომელსაც მიუსაჯეს 2 წლით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა. გავისაუბრები ირმან ზოიძეს, ჟურნალისტს. ირმა, შეიძლება გაგისაუბროთ? მოდი ავიღებიჯობია. ხო, როგორც გიჩვენია. ირმა, მოკლედ მაინტერესებს დღევანდელი გადაწყვეტილებაზე, რაც გაჟღერდა ევროსაბჭოში, საპარლამენტო ასამბლეაში, მათ მიიღეს დეკლარაცია, გაავრცელეს დეკლარაცია, სადაც არის განხილული ერთ-ერთი საკითხად ის, რომ შეიძლება გააძევონ საქართველოს ევროსაბჭოდან. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე აღარ გვექნება ასევე საშუალება, რომ მიმართოთ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის, ანუ სტრასბურგის ცნობილი სასამართლოს. ეს რას ნიშნავს ამ ქვეყნისთვის? თქვენ რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? მე მგონი მარტივი დასანახია, რაც ეს ნიშნავს, ხო? ნიშნავს იზოლაციას და ნიშნავს სრულ დაუცველობას. ეხლა სამწუხაროდ მე მგონი ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდით რაც კი მithulით რა 50 წელზე მეც სულ ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ძალა ყოველთვის საზოგადოების რაღაცა ტრადიცია ჩამოყალიბდა რომ იყო ევროპა და ფიქრობდი რომ ისინი გვიშველიან და რაღაცას დაგვივაგებენ და ჩაერევიან და რაღაც ისინი გვიშველიან. მათ შორის სასამართლოს კუთხით რომ სამართალს იქ მაინც ვიპოვით, ხო? სტრასბურგის სასამართლოში მაინც ვიპოვით. ხითაც რომ იქ უნდა გვეპოვოთ საბოლოო ჯამში სამართალი. აი უმიდად ანუ შეიძლება გამჩაგრო, ყველაფერი გამიკეთო, მაგრამ რაღაც წლების მერე იქ მაინც ვიპოვით სამართალს. ბევრი ეგეთი მაგალითი მქონია, როცა მართლა წლების შემდეგ ჩვენ ვინახავ სამართალი მოუპოვია ადამიანებს და დადასტურებულა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მაგით მნიშვნელოვანი იყო, რომ დადასტურებულა, რომ ის რაზეც დაობდნენ ადამიანები და რაზეც ამბობდნენ, რომ მათი უფლებები იყო და ეს სიმართლე აღმოჩნდებოდა ხოლმე და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რაღაც ნათელი წერტილი. ეს ერთი თქვა, ერთი მხრივ და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რაღაცა საშუალება იყო სამართალი და სიმართლე გეპოვა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხო ვიცით, რომ საქართველოს ეკონომიკაშიც კი ყველაფერს თავი დავანება და აქ ჩვენი მიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხებს ძალიან დიდი წილი და ანუ ეგ ამბავიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საარსებო წყაროსაც ვკარგავთ. ჯანმრთელობის თემაზე კიდე ბევრს ლაპარაკობენ, ხო? იგივე თუ გაუქმდება უვიზო რეჟიმი, ხო? რაც ამის საშუალება აქვს, რომ თავრობას. ეს რას ნიშნავს ერთია, მაგრამ მეორეა, რომ ამასეთ აქ გვეუბნებოდნენ. აქ ლაპარაკობდით რა, რომ რატომ აქ ყავს ოპოზიცია, რატომ თქვათ მით ალტერნატივას, რატომ ვერ წინააღმდეგობას და იმიტომ რომ დიქტატურა არის, ხო, და ავტორიტარიზმი და თუ ასე არისო და თუ ჩვენ უკვე სახელმწიფოს ვაქმევთ, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ხო, ამ სივრცეში მაშინ შეიძლება ალტერნატივას ლაპარაკი რთული იყოს და ან ჩვენ ეგეც უნდა მივხვდეთ, ამას უნდა გავიგოთ, რომ რას ნიშნავს შეიძლება საზოგადოება იცის, რომ ძალიან ძიმედ დაუბრუნდება, მაგრამ მეორე ამ რეჟიმში ამასთან გამყარება ძალიან რთულია რა. მე მესმის საზოგადოების რომლებიც ხედავენ გაიქნება მომავალში და აქ კერ მესმის არ ვიცი როგორ თქვა თუ განცდა გაქრო ვერაფერს ვერ ვიზამ მაშინ ერთ-ერთი აკეთებ მიხვევები და ვცდილობ ადაპტირდეთ. მე მგონია რომ დღეს საზოგადოების ნაწილი ამას აკეთებს, რომ ვინც არ აკეთებს და თქვათ აქ არის იმათაც რაღაცა ახლო მომავალში რაღაცა ჩვენს პერსპექტივას არ ვიცი რა მეახერხებს, რომ იმე ხედავს. თქვენ როგორ ხედავთ? გაქვთ მე შეხედულება ვერსია ახალი ამბები ევროკავშირის გადაწყვეტილება, ხო? ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, ეს ახალი გეოპოლიტიკური გარემო, როცა აფსონიდება სომხებზე და აზერბაიჯანზე და არასაკმაოდ. ეს ანგლურის ტელეფონს და საქართველოს უკვე ამოვარდნილი არავინ აღარ ახსენებს. ანუ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა ვიღებთ, უკავშირად დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებით, რავი, უნდა ვიყოთ ცოტა რეალისტები რა. მე ვიხდეთ, რომ ჯერჯერობით ჩვენ არ შევცვალეთ პერსპექტივაში ეს გამოცდილება, რომ
ვიღაცა მოვა და დაგვეხმარება და ის დააქნეს არ მუშაობს ანუ ჩვენი ხმა უნდა ისწორდეს უფრო ხმა მაღლა და უფრო ხალხოვანი უნდა იყოს იქნება გამოჩნდება და გაისმება ეს ხმა უბრალოდ არ მაგანსაროს იქნება ძალიან მალე რაღაც პერიოდში იქნება მოგვიწევს ჩვენ უკან დახევა როგორც ქვეყანას ანუ ფაქტია რომ უკან ვართ ხო უკან ნაბიჯებს მაგრამ აუცილებლად რაღაც დროში მობილიზება მოხდება და ეს არავინ არ იცის როდის იფეთქებს და ეს იცის ხელისუფლებამაც იცის რომ ეს როდის მოხდება ეს მოლოდინი რომ აუცილებლად მოხდება ეს მოლოდინი რომ აქ ეს ჩანს მოხოთ ეს არც ისეთ განცდა არ ძინავს რა ვიზნობს რომ მოუჭიროს ხელი რომ ჯერ კიდევ აი რუტინაში არ გადასხდება მაგათი მუშაობა ჭირდება რაღაც რეაგირება გამიგეთ სტენსილზე დაადიარიმეს ახალგაზრდა გოგო ხო 2000 ლარით მაშინ როცა რო გაივლით მილიონი ვალდალიზე და მაშინ როცა არათუ რაღაც დახატული კედელზე რა მაგრამ ეს ეწერა სილა რეჟიმს ზიას ხარდაჭერის სტენსილი და ამის კარტონის არის ეს არა სახლებს დგამენ და უკანონოდ რაღაცა უცებსოყოებით ამოშენდება ხოლმე ახალი სივრცეები და ამაზე არ რეაგირებენ და ეს იმის ნიშანია რომ ეშინიათ რა უცებთ ამაზე ძალითხოვნის დახატვა მაგრამ ნუ რა ვქნა ჯერჯერობით არ გვესმის კაი ამ ევროსაბჭოს რა გათვლა აქვს თქვენი აზრით რომ მას ალბათ ნაკლებად აქვს ის მოლოდინი რომ ივანიშვილის რეჟიმი რაღაცას გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებიდან რაღაცას შეცვლის ამ გზაზე როცა ამბობს რომ მე შეიძლება გავაძეუკიდეთ საქართველოს და მინიმუმ საპარლამენტო ასამბლეაში არ დავაბრუნებ და ეხლაც არ ყოფ შენ წარმოგიდგენლო საპარლამენტო ასამბლეაში აი რა გათვლა შეიძლება გქონდეს მას ნუ ეს არის გზავდილი უფრო მოსახლეობისთვის ჩვენზე დიდი რომ აი ჩვენ როგორც უნდა მოვიქცეთ ისინი მაინც შეეცდებიან აი ესე ხელი ჩამკვიდონ და ასე არ არის რა ჩვენი არჩევანი არ იქნება ესეთი კაპიო და ჩვენ თვითონ შიგნით არ მოუვლით პირდაპირ მნიშვნელობით და არა ის რომ თქვა ჩვენ დავიწყებთ და ისინი დაამთავრებენ არა ჩვენ უნდა მოუვალოთ თომას არ გავაკეთეთ ევროკავშირის და იმათ თავის გამოწვევები ძალიან ბევრი თემა არის რომელიც მოსაგვარებელია და ერთმა ევროკავშირის წარმომადგენელმა გითხრა შეხვედრაზე რომ საქართველოს შეიძლება იყოს ერთიანი კუთხე რომელიც შეეცოდინება რომ არსებობს არა პარტნიორი არა მეგობარი არა ერთიანი კუთხე სადღაც იქ პატარა ქვეყანა და არის ამის რეალური შანსი რომ და არა რაღაც ევროპული სახელმწიფო რაღაც ევროპული სისტემის ნაწილი ეს კალიდორი და ეს დერეფანი რასაც ამბობენ რომ შეუცვლელია შავი ზღვისპირა ქვეყანა ვართ და ესე შემდეგ. ხო, მაგრამ ნახეთ ალტერნატივებიც გამოჩნდა რა, არ არის მასე. ვინმეს განცდა აქ რომ ხელისო გადადებულია ეს გაჩნდება და ფილსუკურებს ვთქვათ რომ აი საჯობებს ასე არ არის. ხალხი მუშაობს და ალტერნატივებს რაღაცა თამაშები. მაშინ როცა ჩვენ პირიქით რაღაცა ჩვენს შიდა რუტინაში ეგეთ გასაგებია რატო ვარ? ამ ხელისუფლებამ ისე მოაქცია ხალხი რომ ყოველდღიურობაზე ფიქრში არის ადამიანი გადარჩული მეტი სხვა საფიქრალი აღარა აქვს და ის კლასიკურად მუშაობს იმაზე რომ ჩვენ რაღაც დავშალოთ და ღირებულებებზე არ ვიფიქროთ და არც მომავალზე ვიფიქროთ და ვიფიქროთ თვალიძეზე და გადარჩენაზე იმიტომ რომ ყველა კრიმინალიც გაზრდილია და იმდენი საფრთხეებია ხო და არ ვიცი რა მოკლედ საბოლოო ჯამში ჩვენ და გავაკეთოთ არჩევანი და ჩვენ და ვიქნოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენ რომ აქ ჩვენს მომავალს შევქმნით მე პერსპექტივების და ალტერნატივებიც გამოჩნდება ოღონდ ესეთი დონით და ესეთი შესაძლებლობებით არ ვიცი გამოჩნდება თუ არა იმიტომ რომ როგორც არასდროს ისე ვიყავით ახლოს ახალი პერსპექტივებისკენ და მომავალი რომ ყველანაირი ხო ძალიან სწრაფი ტემპით ვიდივართ ძალიან სწრაფი ასე თვალის დახელხავებით არ ვერც კი წარმომედგინა რომ ხოჭოლის ვერ წარმომედგინა იმიტომ რომ აი საზოგადოება იყო
სხვანაირი უკვე სამოქალაქო საზოგადოება იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება როგორც ასეთი ორგანული არ არის საზოგადოება. ის რომ როცა რაღაცა არ აქვს ქუჩაში და იდგე. ეს ორგანული იყოს და ეს რომ ბუნებრივი იყოს, რეაქცია აუცილებელია. მაშინ სხვა რეაქცია, სხვა რეალობა გვექნებოდა, ანუ ჩვენშია პრობლემა. ჩვენში ანუ თუ არ მაშინ რომ ჩვენ ვერ გავიზარდეთ როგორც სამოქალაქო საზოგადოება და გარემო კიდე სოციალიზმს რომ კიდე უფრო მეტად ვერ დავინახეთ და ვერ ვხედავთ ახლაც ბევრ რამეს, ხო, მათ შორის იმას, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი როლი და ჩვენი ძალა ამ პროცესში და საუბნავ ვიყოთ. ჩვენი როლი გლობალურს არა, მოქალაქეების სამშობლოში, რომელზეც შეუძლია პროცესის გადარჩენა. კი, აი გარი რომ ჩვენი როლი პერსონალური, ხო, აი მე რა შემიძლია თემა არ მქონია ესე მეგონა რომ ეს განსა რომ ეს ამდა დაკარგო და ამას დაცვა ჭირდება, ხო ვიცოდი ახალი თაობების წამოვიდა, მაგრამ არა, სამწუხაროდ არ აღმოჩნდა. ანუ ის რაც ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ თავინა დაიცვა, აღმოჩნდა რომ ჩვენთვის უცხოა. ან თავდაცვის რაღაცა სხვა ფილოსოფია გვაქვს, უმრავლესობას გულისხმობ, თორე რაღაც ნაწილია, რომელმაც იცის, რომ სხვანაირად არ შეუძლია. იცის, რომ აჩვენება საკუთარ თავზე უარის ხმას ნიშნავს. ეგეთებიც არიან, ხო, მაგრამ ეგეთები რაღაცა ციხეში არიან და როგორ აი ზია ვინ არის ხა ადამიანი, რომელიც გულწრფელად ფიქრობს, რომ როცა თავს გესმიან, როცა გამწროებენ, როცა უხეშად გექცევიან, რეაქცია უნდა გქონდეს და სულ ის ჩამესმის ხოლმე. კიდე სანამ შეიძლება მოსმენა სასამართლო პროცესების ესეთი თავისუფლები პატიებიაო, რომ იქვე როგორ არ დავნეცე ყველაფერს, აი მართლა ურში მესმის, იმიტომ რომ რეაქცია უნდა გქონდეს, ასე რომ ვიტყვიან, ფიქსებას რომ ქართლება, არ შეიძლება რომ რეაქცია არ გქონდეს და ზიას რეაქცია ყოველთვის იყო თვისების დაცვა და არა საკუთარი თავი. ზოგადად ადამიანის ჩვენ თუ ამას ვერ გავიგებთ, მაშინ ის გვექნება ის ისებიც ვიქნება. მადლობა, ის რიმაზოიძე იყო, ჟურნალისტი, აქტივისტი, პირიქით საინტერესო იყო. ეს ბათუმის საპროტესტო აქცია 266-ე საღამო ბათუმში, როგორც ხედავთ, მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში, ამ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე, უცვლელი მოთხოვნებით, რომ გადადგეს არალეგიტიმური ანტიკონსტიტუციური მთავრობა, ჩადარდეს ხელახლა არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. და უკვე მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პატიმრები ყავს ამ ქვეყანას, სწორედ იმის გამო, რომ ადამიანები იბრძოდნენ ამ ქვეყანაში დემოკრატიის ამ ქვეყნის გადარჩენისთვის, აღმოჩნდნენ საპატიმრო დაწესებულებებში, ციხეში. ამის შემდეგ უკვე ამ საპროტესტო აქციების უცვლელი და ყველაზე მთავარი მოთხოვნაა თავისუფლება, სინდისის პატიმრების თავისუფლება პოლიტიკურ ტყვეებს. ასეთ იყო ამ პროტესტის 266-ე საღამო ბათუმში, ეს ბათუმელების პირდაპირ ჩართვა იყო. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით. ახლა ისე იმ ეგრეთ მეთოდში ხარ მართლა ქართული და ქართული ორიენტაციის